გარეშე, ტრამპის ინტერვიუს გარეშე, ტრამპის ინტერვიუს სხვათაშორის ხო არც აქტუალობა არ დაუკარგავს და ძალიან საინტერესოა რა იმ ნიუანსებით თანაც რომელსაც გიგი მიაქცევს ყურადღებას. ხო. ნუ ახლა ეს აქ ორი ამბავია, ნუ ერთი ამბავია რომ ესე იგი ტრამპის ინტერვიუ ისთვის იყო მიზნული იმ რაღაცა ჭორების და ბრალდებების გახარწყლებაზე, რასაც აი ეს მთელი თვეები და განსაკუთრებით ბოლო კვირეები ესე იგი აწედეთ ტრამპს. ნუ რაზე ილაპარაკა? ნუ ერთი ილაპარაკა, ესე იგი რას ნიშნავს მისი ესე იგი ეკონომიკის აღორძინების გეგმა. ეს ძალიან საინტერესოა, ტარიფების გაზრდა რო თქვა, ესე იგი ტარიფების გაზრდითო მე მივახტევ იმას, რომ წარმოება ამერიკაში დაბრუნდესო. ნუ ახლა როგორ გითხრა ახლა თვალშორს ეს რაღაცა ძალიან იმას იუცხოს ეგრეთ წოდებულმა ორთოდოქსმა ადამ სმიტიანელებმა, მაგრამ ახლა თვითონ ადამ სმიტთან არ ჩაუხედავთ მათ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამ სმიტი თვითონ წერს იმაზე, ესე იგი ამისი მცირე ამ თავისუფალ ბაზარში შეზღუდვების დაწესებაზე, როდესაც ეს პოლიტიკური აუცილებლობაა და ნუ ახლა წერია ამაზე და ვიცი საინტერესო საკუთური იყო სხვათა შორის, რომ ვითომ ასე ვთქვა კლასიკურ ლიბერალურ აუცილებლობაზას არა, არანაირად პირიქით ადამ სმიტი ხარს უსვამს ზუსტად იმას, რომ როდესაც ეს არის პოლიტიკური აუცილებლობა, ესე იგი ტარიფების დაწესება, ეს არის ნორმალური და სწორი, იმიტომ რომ ესე იგი თუ კი არსებობს დაუშვათ პოლიტიკური საფრთხე ერთი მხრიდან, მაშინ ამ საფრთხის განნეიტრალება პოლიტიკურად უნდა მოხდეს მეორე მხრიდან. აი მარტივად ეცია რა. მეორე ილაპარაკა იმიგრანტებზე, რა თქმა უნდა, არანაირი სარუცხო ახლა ყველას ხელს მოუხვევდა ესე იგი გაუშვათ. პირველი რაც ილაპარაკა და რაც მთავარია და რაც ყველა ამერიკელს მოწონს არის ის, რომ კრიმინალები უნდა წავიდნენ. ანუ ასეთი კრიმინალი ემიგრანტი აღარ უნდა იყოს ის. მაგაზე ნორმალ პასუხიც არ არის, საკამათო რა არის, რომ ეს კრიმინალი არ მესმის, ესე იგი არის ამბავი, რომ ერთი რომ ტიპებმა თავის ქვეყანაში დანაშაული ჩაიდინეს და მე ამერიკაში არიან და არის კიდევ ვერსიები, როდესაც ამერიკაში ჩაიდინეს დანაშაული და ისევ ამერიკაში არიან. აი ამაზეა ლაპარაკი. ნუ ილაპარაკა იმ არჩევანზე თვალშორის, როცა კითხა ჟურნალისტმა, აი რა უნდა ვქნათო, როცა ეს არისო. მაგალითად ცოლი ლეგალია და ქმარი ილეგალი და კრიმინალი, მაგათ არჩევანს მივცეთ ჩვეულებრივად რა, ესე იგი არჩევანო რა, თუნდაც ოჯახი გაყოლო, თუნდაც ყველა წავიდენო, ან თუნდაც ისა, ხო, ან ესე იგი ცოლი არჩევს, რომელსაც შემთხვევაში ლეგალია და ქმარი წავიდა. მოკლედ ძალიან ნორმალურად ილაპარაკა. მაგათი გადასაწყვეტიაო რა, თვითონ უნდა აირჩიონ ხო. ხო, აბორტებზეც იგივე, ეს ისე ცნობილი იყო. უკრაინაზე ძალიან საინტერესოა და უკრაინის ლაპარაკი საინტერესოა განსაკუთრებით ამ მასტის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ნუ ვინც გაგხსენებთ, რომ ჩვენი მოლოდინების საწინააღმდეგოდ, ესე იგი მასტი, რომელიც არის 46 წლის კონგრესმენი, მას მისცა რეკომენდაცია წინასწარ პანელმა რესპუბლიკელების იმისი კონგრესის საგარეო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარეობაზე. ეს არის ძალიან საინტერესო ტიპი. მოდი ხთოთ ამაზე მოვყვები. ესე იგი არის ვეტერანი, ფეხები არ აქვს, ფეხები და საჩვენებელი თითი არ აქვს, აფეთქდა იმაზე ავღანეთში იმისი ნაღმებისგან გაწვენის ოპერაციის დროს. არის ძალიან პროისრაელელი, არის ქრისტიანი სხვა შორის, რაც აი უცნაურია, ხო, პროისრაელელი და ქრისტიანი ერთად არის იმაში, ერთ პიროვნებაში გაერთიანებული. არის ანტიირანისტი, ანტიჩინელი, ანტიპუტინისტი, ესე იგი ამბობს, რომ დიდი შეცდომები დაუშვა იმან დემოკრატების ადმინისტრაციამ წინა წლებში და ეს შეცდომები უარ ყოფილიყო, ეხლა ასეთ ვითარებაში არ ვიქნებოდით და რაც საინტერესოა, ახლა ბევრს რა თქმა უნდა მეც მათ შორის ესე იგი თავიდან ესე იგი ცოტა მეწყინასავით, რომ ვილსონის კანდიდატურა არ გავიდა, მაგრამ ახლა რეაქცია გქონდა, რომ ახ არ გავიდა ვილსონი, რა გვეშველებოდა. და საინტერესო რა არის? საინტერესო არის ის, რომ ვილსონი მაინც იყო ბიპარტიზანული მიდგომის მომხრე. ანუ განსხვავებას რო აკეთებდა იქ ხან შახინი აწევდა ხელს, ხან რიში, ხან ვიღაცა და მოგეთ ეს იყო იმ დისკურსის გამყარება და ვილსონი იმ დისკურსის წარმომადგენელი იყო, რომელიც ჯერ კიდევ ამბობენ, რომ ესე იგი ამერიკელების საგარეო პოლიტიკა არ იცვლება, თუ რამეზე ყავმათობ შიგნით. აი ეს მასტი არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც არის აი ამ ბიპარტიზანული დამოკიდებულების წინააღმდეგი. ესე იგი როგორც ჩანს, აი მასთან ერთად დამთავრდება ეს ბიპარტიზანული რაღაცა ილუზია მართლა, მაგრამ ნუ მაინც აი ბევრი ის რესპუბლიკელი ამას ინარჩუნებდა და ვილსონის ერთ-ერთი თავისი მკვეთრი განცხადებების მიუხედავად განსაკუთრებით ივანიშვილის მიმართ მაინც ამისი შემნარჩუნებელი იყო, როგორც ჩანს, მასთან ერთად დამთავრდება ეს ბიპარტიზანული ილუზია ამერიკის პოლიტიკის და ძალიან მკვეთრი განსხვავება იქნება რესპუბლიკელების პოლიტიკის აქამდე არსებული დემების პოლიტიკასთან. ამითაც ეს არის ძალიან საინტერესო ამბავი არის ცალკე ესა. მასტი არის ადამიანი, რომელიც იყო წინააღმდეგი და არის წინააღმდეგი ამ იმისი ირანისთვის ურანის გამდიდრების
საშუალების მიცემის და ამბობს საინტერესო ფრაზას, ანუ ესე იგი ტრამპის ინტერვიუში გამოჩნდა და ეს ამ მასტის გამონათქვამებში ჩანს, რომ მათ დაანებეს თავი ლაპარაკს იმაზე, რომ უკრაინის დახმარება იხარჯება არაბიდან მიმართულად. იმიტომ რომ ამას ახლა ისე უხერხული ლაპარაკი იყო, იმიტომ რომ ლაპარაკობ ამაზე მე კითხვა მომდა ხო აი მაშინ მიხარჯებს, ანუ ამერიკელები არიან კორუფციონერები, კორუფციაში თუ უკრაინელები არიან კორუფციაში, ვინ არიან კორუფციაში და რა ხდება და ეხლა ამობენ უფრო მარტივ ფრაზას. ისინი ამბობენ, რომ ევროპამ დახარჯოს იმდენი არა დაპირებებით, არამედ რეალურად დახარჯოს იმდენი, რამაც ხარჯავთ ჩვენ. ამას ამბობენ და მოყავთ ციფრები, სადაც ნუ აი როგორ ისეთი რაღაცეები არა, რომ ძალიან ცოტას ხარჯავს ევროპა, დაუშვათ იმასთან შედარებით, რასაც ისინი ხარჯავენ ამ ელექტრომანქანებზე და ეგრეთ წოდებულ ამ clean energy-ზე რა. ეს ისეთია, რა სწორი დამოკიდებულებაა და აბსოლუტურად გამართლებული ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თუ ევროპაში ეს ომი არის მნიშვნელოვანი, მაშინ მათ იმდენი მაინც უნდა დახარჯონ, რამაც ჩვენ ხარჯავთ ყოველწლიურად და არა რაღაცა დაპირებები ისროლონ, რომ ეს არის მომავალში 2027-მდე ჩვენ დავხარჯავთ 156 მილიარდს, როცა დღეისდღეობით იმის ნახევარიც კი არა აქვს დახარჯული, რაც ამერიკამ დავანება თავი იმას, სწორად არასწორად, მაგრამ რაც ამერიკამ დახარჯა იმას უკრაინაზე. აი ესეთი მომენტებია.